საჯარო გაშლა სახელწოდებით თქვენი ფინანსური პროგნოზი უახლოეს პერიოდში როგორი იქნება. ვარიანტების რაოდენობა გვექნება ორი ვარიანტი, ექსპრეს გაშლა არის და შესაბამისად გააკეთეთ არჩევანი. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. შეხედეთ კარტებს, გააკეთეთ არჩევანი. პირადისთვის მიკავშირდებით Facebook-ს ან Instagram-ის გვერდზე. ენერგობალანსებისთვის მოწონება, კომენტარი, გაზიარება, ვისაც არხი გამოწერილი არ აქვს, ჩემი არხი გამოიწერეთ. პირველი ვარიანტისთვის როგორი იქნება უახლოეს პერიოდში ფინანსური პროგნოზი. პირველი ვარიანტისთვის საკმაოდ კარგი პერიოდი იწყება, ეს იქნება გამართლების პერიოდი, ეს იქნება ფინანსური შემოსავლების პერიოდი. თუ კი რაიმე კუთხით გქონდათ ჩაფიქრებული სიტუაციები მატერიალური თვალსაზრისით, საკმაოდ კარგად განხორციელებადი იქნება ეს ყველაფერი. უახლოეს პერიოდში იქნება ფინანსური ნამატი, თუ კი ვინმეს თქვენი კონკრეტული ვალის სიტუაცია გქონდა, ხო, ვალის დაბრუნების პერსპექტივებიც არის, ასევე შესაძლებელი არის, რომ თქვენ კონკრეტულად გარკვეული სახის ვალდებულებები მოიშოროთ სიტუაციური თვალსაზრისით. მთლიანობაში უახლოეს პერიოდში საკმაოდ კარგ ფინანსურ ენერგიების გააქტიურება არის პირდაპირ მნიშვნელობით ნაჩვენები. ასე რომ მეტად იყავით პოზიტიურად განწყობილი, მეტად იყავით აქტიურ პოზიციაში, ფინანსური ენერგიები საკმაოდ დაგისტაბილურდებათ. მოდით გადავიდეთ მეორე ვარიანტის თემა. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის უახლოეს პერიოდში ფინანსური ენერგიები შეიძლება ცოტათი ცვალებადი იყოს. ხდები, აი ვერ ვიტყვი რომ მუდმივად სტაბილური იქნება თქვი. რაღაცა მომენტებში შეიძლება შენგან დამოუკიდებლად მოხდეს სიტუაციური ხარჯების თემა, ხო, აი რაღაცა დაუგეგმავი სიტუაციები მოხდეს ისეთი, რაშიც საჭირო გახდება ფინანსების დახარჯვის მდგომარეობა. მეტად იყავი არსებულ პერიოდში ორიენტირებული ფინანსების შეგროვებაზე, ეცადე რომ ფლანგვის პოზიციაში არ განახორციელო, იმიტომ რომ რაღაც მომენტში შეიძლება ითქვას უახლოეს პერიოდში დაგროვების პოზიცია იმდენი შეიძლება არ იყოს, როგორც ხარჯის მომენტი, ხო? შესაბამისად, აი ამ მომენტიდანვე იყავი გადართული იმაზე, რომ რაც სადაც კი საშუალება მოგეცემა, უბრალოდ ეს ყველაფერი გადატო, ხო, მატერიალური კუთხით. ფლანგვისგან თავი შეიკავე, რომ მზად იყო გარკვეული სახის პატარ-პატარა სირთულეებისგან, ცუდი არა, უბრალოდ ცხოვრებისეული საკითხების კუთხით. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ძირითადად ვალდებულებების პერიოდი გეწყება ცხოვრებისეული კუთხით, ხარჯების სიტუაცია არის. რაიმე უკეთესი მდგომარეობა სამწუხაროდ შეეჯერებით არ იცვლება და მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის პატარ-პატარა ფინანსების შემოსავლები შეიძლება გქონდეთ, შეიძლება მთლად ის არ იყოს, რისი მოლოდინებიც გაქვთ, მაგრამ ეტაპობრივად, აი რო იტყვი ხოლმე, ნელა გამოდიხართ ფინანსური კრიზისის მდგომარეობიდან, გადადიხართ უფრო მეტად სტაბილურ პერიოდში. უბრალოდ ერთადერთი მომენტი რაც არის, მეტი მოთმინება გამოიჩინე. ფინანსები შენამდე მოდის, ფინანსური თემები შენთვის აქტიური ხდება, უბრალოდ მოთმინების ხარჯზე ამ ყველაფერს ასრულა შედეგებს სამომავლო თემებში დადებ. უბრალოდ მეტი მოთმინება. ვერ დაიწუწუნებთ ფინანსების კუთხით, იმიტომ რომ ესა თუ ისეა შემოსავლები მაინც გექნებათ მესამე ვარიანტს. დამიწერეთ, რამდენად ახლოს არის თქვენთან ასებული სიტუაციები, რამდენად გრძნობთ.